მოგესალმებით, წარმოგიდგენთ კითხავთა თეატრს. მოთხრობით სიყვის თავგადასავალი. ეს პატარა ხანდახან რომელიმე გამდელი ძევი წაიხედავდა ციფრს, რომ დაინახავდა სახე გაუნაცდებოდა, გაუღიმებდა, ხელს დაუქმნელდა სალამის ნიშნად. ეს იყო ყველაზე დიდი სიხარული ციყვისათვის. მოსწლებოდა ტონს და მთელი დღე ხალისიანად დაჰყვა და აღმა დაჰყვა. გაზაფხულის ერთმანეთს დღეს ციყვი კლაუს და ხეზე იქნიახა თურმე გამოივიჩეს. განაცხადა სახე და მისეცალა საყელოც გამოიწვია და განყოფლე მოგუზრდა. წინა მოკელა. არის ხალხი, ვისაც მუშაკი სჭირდება.
ხარმაზარი რიგი დადგა მის სახთან ზოგს მდრედი მოჰყავდა ზოგს კაჭყაჭი ზოგს შარფი ზოგს კიდევლა ერთ კაცს ინდაურიც კი მოეყვანა ფიქრობდა ინდაურს ჩავსვამ იმ ჩანთაში და ფარშავამით სამოვიყვანა მაგრამ ვინც ჩასვეს ისევის ამოიყვანა ხდება მოხდეს პოსტალიონს მათვეს შაბახა ყოფილიყო და გაეცემა პოსტალიონი კი ახლა სამშობლოში და უნდა ჩავხსნა და გააქვსება ჩახდებიან ჩათაში ეროდება პოსტალიონი აი მოხდება იქიდან მოხატული მაგრამ ამაოდ აღარ ხდება სასწავლო პოსტალიონი არ კარგავს იმედს მან ძალიან ბევრი ღამე გაათენა ფიქრი და მიხვდა ჩამთახოვ უამრავი წერილი ისე პატილი და თურმე ყოველი წერილიდან ჩანთაში რჩება ადამიანთა სიხარული ფიქრი დარგი ნატურა ყოველივე ეს იქცევა ჰანჯგან მუდამ მუსიკით ასავსე პოსტალიონის ჩანთა მაგრამ მხოლოდ ის გაიგებს ამ მუსიკის ხმებს ვისაც პატარა ციყვისავით მოსიხმარეული გული აღმოაჩნდება ის იქცევა ულამაზეს ციყვად გულის ხანგები და სწორედ ამიტომ ვიქეცით ულამაზეს ციყვად ეხლა გადავალთ ჩვენი მოგესალმებით, გადავალთ მუსიკალურ ნაწილზე. ბავშვებო, მამული მუხასაბა. Mami,
ერთი წუთი. ჩვენ გვაქვს სიურპრიზი ელენე მასწავლებლისთვის. ბავშვები ამ საიდუმლოს ინახავენ 9 წელია და არც ერთხელ არ წამოწდათ. და ეხლა ძალიან უნდათ რომ რაც შეიძლება ჩქარა გავახაროთ ელენე მასწავლებელი. გამიგონ ეს საიდუმლო. გადმოგცემთ სიგელს პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის. გადაეცემა სიგელი თეკლა დვალიშვილს. ბარბარე ევანოიძეს. სადაც ჩვენი ბავშვები ბაჩვენებენ თავიანთ მოწყობილ ფლეშმობს.